შურისძიება, მდგომარეობა, როდესაც იყინები, სიყვარული, მდგომარეობა, როდესაც შენში თითქოს მზე გამოანათებს, ყინული ლღვება და სინათლე მოგიცავს და ბოლოს სიკვდილი, როდესაც ყველაფერი მთავრდება და ბნელი სამეუფოს მიახლევი და აქ ჩნდება კითხვა, სად არის ამ დროს შენი სიყვარული და შეიძლება თუ არა სიყვარული მიგიძღოდეს სიკვდილისკენ. აზროვნების აკადემიაში გაიმართება ჩემთან შეხვედრა, შეხვედრის თემა იქნება ჯემალ ქარჩხაძის ზებულონი, თავად მე ამ ნაწარმოებთან დიდი სიყვარული მაკავშირებს და ვფიქრობ ქართველი მკითხველების დიდ ნაწილსაც და აქვე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე შევიკრიბებით ჯემალ ქარჩხაძის და კონკრეტულად ზებულონის მრავალი მოყვარული. ძველად ბრძენები ასეთ რაღაცას ამბობდნენ, რომ ადამიანი არ შეიძლებოდა მანამდე შეგერაცხა ბედნიერად, სანამ მისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს არ ნახავდი და მე ამას შემებურად შემოვატრიალებდი და ვიტყოდი, რომ მანამდე არ შეგიძლია თქვა, ვინმე გიყვარდა თუ არა, სანამ არ დაგიდგება სიკვდილის ჟამი და თუ სიკვდილის ჟამს შენში არავის სახება არ ამოტივტივდა, თუ არავინ არ გამოგეცხადა და არაფერი არ გაგიელვებს, მაშინ ესე იგი არც არაფერი არ ყოფილა და არც არავინ არ ყვარებია. ასეთი გავრცელებული შეხედულებაა თითქოს ზებულონი უბედური და ტრაგიკული ადამიანია. მე მაინც ვიტყოდი, რომ ის ბედნიერი ადამიანი იყო, რადგან თავის თავში ჰქონდა ნაპოვნი რეალობა, ის რეალობა, რასაც ქვია ნესტანის რეალობა. ჯემალ ქარჩხაძე ალბათ არის არქეტიპული მწერალი და ქართულ მწერლობაში და ზოგადად ქართულ აზროვნებაში თუ ვინმეს აქვს წოდომა კოლექტიურ რაღაც საკაცობრიო არაცნობიერზე, ეს არის ჯემალ ქარჩხაძე და ალბათ მას შეუძლია ამ კოლექტიურ არაცნობიერის ყველაზე მძლავრი ახმიანება. და ის თემები, რა თემებიც მე ვთქვი, შურისძიება, სიყვარული თუ სიკვდილი მარტივად ჟღერს, მაგრამ ეს არ არის უბრალო თემები, არამედ საჭიროებს დიდ მზადყოფნას, დიდ შინაგან სიმწიფეს და ჩემ რჩევაც ასეთი იქნებოდა, რომ ჯემალ ქარჩხაძეს და მის, არ ვიცი, გენიალურ გმირს ზებულონს გულგრილები და გულდახშულები ნუ შევხვდებით.